ჯობათ მოგესალმებით, პირდაპირ ეთერშია ობიექტივი, მე ირმა ინაშვილი გახლავართ. თქვენთან ერთად ვიქნებით 50 წუთის განმავლობაში დავით თარხანმოურავი საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე იქნება დღევანდელი გადაცემის თანაწამყვანი თანამონაწილე. ჩვენ ერთად ვისაუბრებთ ქვეყნის შიდა და საერთაშორისო მოვლენებზეც. მინდა რაღაცნაირად ყურადღება დაუთმოთ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, ბატონ დავით. აი სოციალური ქსელები. დღეს სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ. ყველა მოხალისე გამოდის და მის ხედვას აფიქსირებს. ამა თუ იმ ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, ამა თუ გმირთან დაკავშირებით, თუ წმინდანთან დაკავშირებით, ანუ ქმნიან საქართველოს ისტორიის მათეულ ვერსიას. და ამან უკვე მიიღო რაღაცა მასობრივი ხასიათი, განსაკუთრებით კიდევ ერთხელ ვამბობ სოციალურ ქსელებში. რა არის ეს, რასთან გვაქვს საქმე? ყველა საუბრობს ყველა თემაზე. პოლიტიკაზეც დღეს ყველა საუბრობს. და რას აზიანებს ეს? არა. ნებისმიერ ადამიანი იმისთვის არსებობს, რომ იაზროვნოს და ისაუბროს. იფიქროს, ისაუბროს, თავისი პოზიცია სხვას გაუზიაროს. ადამიანს უნდა კონდეს პოზიცია პოლიტიკაზეც, ეკონომიკაზეც, სოციალურ სფეროზეც, მეცნიერებაზეც, ისტორიაზეც, რელიგიაზეც, მაგრამ როდესაც შენ პოზიცია სხვებს უზიარებ, აქ დიდი სიფრთხილე არის საჭირო, გონივრულობა არის საჭირო და გამოთქვა აზრი ერთია და სხვას რაღაცა ასწავლო, ეს მეორეა. მესამეა საერთოდ ინტერპრეტირებული ვერსია შემოგთავაზო. კი, როდესაც შენ აზრს გამოთქვავ და ამის უფლება ყველას აქვს, ეს ერთი რამაა, როცა ცდილობ რომ უქადაგო ვიღაცას რაღაცა. ან ექსპერტული შეფასება გააკეთო, ეს ბევრად უფრო ღრმა ცოდნას მოითხოვს და დღეს ახლა ყველა აკეთებს ამ შეფასებებს ცოდნის გარეშე. და აი ეს იწვევს გარკვეულ ინტერპრეტაციას. ინტერპრეტაცია სხვა შორის ახლა პირდაპირ ეს ამას არ ეხება, მაგრამ მე მინდოდა რომ დღეს ჩვენ აი მოვამზადე სპეციალურად გვესაუბრა ამ შემთხვევაში პროფესიონალზეა საუბარი. და მინდოდა რომ დაგვეწყო მინდოდა საერთოდ დღევანდელი გადაცემა ამით. ისტორიკოსი თია ქართველიშვილი მოამზადა გადაცემა ქეთევან დედოფალზე. გადაცემა მოამზადა კი არა, ისტორიკოსი თია ქართველიშვილი ჩაწერა გადაცემა ან ფილმი უფრო ზუსტად, ხო? ისტორიკოსია თია ქართველიშვილი ჩაწერა ფილმი ქეთევან დედოფალზე, ეს მისასალმებელია, მაგრამ ეს ფილმი იწყება ჩემი აზრით არასწორად. მინდა რომ ვთხოვო ახლა ოპერატორს თუ შეიძლება მე მინდა ვთხოვო ოპერატორს რომ პირველი ფრაგმენტი გაუშვას და მე გავაგრძელებთ საუბარს. ბათელმა როდესაც შაჰაბას ამცნეს ქეთევან დედოფლის წამების შესახებ, აბასის გვერდით იმყოფებოდა გიორგი სააკაძე. აბასი უსმენდა მათ, შემდგომ მიუბრუნდა გიორგი სააკაძეს და უთხრა: ამ ქალბატონმა თავი გასწირა თავისი რჯულისთვის შენგან განსხვავებითო და სილა გააწნა. ქალბატონი თია ქართველიშვილი ისტორიკოსია. მისასალმებელია რომ მან ჩაწერა ფილმი, გადაცემა. მისასალმებელია რომ მან ფილმი გააკეთა თუ გადაცემა ჩაწერა ქეთევან დედოფალზე. მაგრამ ეს არის ტყუილი, ეხლა რაც მოვისმინეთ. ის რაც მოვისმინეთ გიორგი სააკაძეზე ახლა ტყუილია, ბოროტი ჭორია და საერთოდ ქეთევან დედოფალზე ფილმის დაწყება ამგვარი ბოროტი ხრიკით ვერ იქნება მისასალმებელი. ჯერ ერთი აბას პირველი, როგორც ყველა იმპერატორი, დაბრძანდებოდა ის ტახტზე, თუ სეირნობდა ბაღში. მისი თანმხლები პირები ყოველთვის საკმაოდ დიდ დისტანციაზე იყვნენ მისგან. და ყველა იმპერატორი ესე იყო. რატომ? რომ გიორგი სააკაძისნაირმა მეომარმა
შიშველი ხელებით არ მოკლას იმპერატორი. ეს 1000 წლეულების წესია. მეორე, როცა ქეთევან დედოფალის ისტორიას იკვლევ, აბას პირველიც უნდა შეისწავლო. ეს იყო ძალიან ვერაგი, ძალიან წუწკი კაცი, მაგრამ მოქმედებდა ლიქნის სიტყვით და ხელს არასოდეს ურტყავდა განსაკუთრებით ისეთ სარდლებს, როგორიც იყო სააკაძე, ადამიანებს კი არ იმტერებდა, ცდილობდა მათი გულის მოგებას. მესამე, მოთაფლას. მესამე, გიორგი სააკაძე ქეთევან დედოფლის წამების დღეებში საერთოდ არ იყო ირანში და გამოიკვლევს ეს საკითხი ქალბატონმა თეამ. მეოთხე, რაც უნდა ითქვას, გიორგი სააკაძეს არასოდეს შეუცვლია რჯული. ეს გვიანდელი ცილისწამებაა. ვაჟა ოთარაშვილმა, დოქტორმა, სამტომეული მიუძღვნა გიორგი სააკაძეს და იქ ძალიან ღრმადაა ეს საკითხი განხილული. ახალი საბუთებიც არის, მათ შორის სპარსული დოკუმენტები, საიდანაც ჩანს, რომ გიორგი სააკაძეს არასოდეს შეუცვლია რჯული, არ უარყვია ქრისტე, მეტიც გიორგი სააკაძის ნეშტი ჯერ დაკრძალეს იერუსალიმის ჯვრის მონასტერში და არსებობს დოკუმენტი, რომელიც ამას ადასტურებს. ამის შემდეგ უფრო გვიან იგი გადმოასვენეს ერთაწმინდაში და ნიკო მარმა თავის დროზე აღწერა ერთაწმინდაში გიორგი სააკაძის საფლავი და დოკუმენტი არსებობს ამის თაობაზეც. და ბოლოს ქეთევან დედოფალი უდაოდ ქრისტესათვის და სამშობლოსთვის თავდადებული გმირია. მაგრამ გმირია ასევე გიორგი სააკაძე. რომ არ ყოფილიყო გიორგი სააკაძე, ქალბატონი თია ქართველიშვილი და ალბათ მეც და შენც ვიცხოვრებდით ფერეიდანში. არ ვიქნებოდით ქრისტიანი და საერთოდ არ გვეცოდინებოდა და გვეხსომებოდა ქეთევან დედოფალი, ასე რომ ის რომ ქეთევან დედოფალზე ფილმის თუ გადაცემის ჩაწერა შეუძლია ქალბატონ თიას, სწორედ გიორგი სააკაძის დამსახურებაა და ქეთევან დედოფალზე გადაცემის დაწყება ასეთი რაღაცნაირი ხრიკით, ჩემი აზრით ვერანაირად ვერ იქნება მისასალმებელი, ბოროტი ხრიკით ვერ იქნება მისასალმებელი. საერთოდ უნდა ითქვას, რომ დღეს ის ეპოქაა, როდესაც ახლა ორი ადამიანია სამიზნე, ეს ერეკლე მეორე და გიორგი სააკაძე და რატომღაც და ყველა ცდილობს რაღაცა უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინოს გიორგი სააკაძე. გიორგი სააკაძე საერთოდ არანაირი კავშირი და შეხება არ ქონია ქეთევან დედოფალთან და მის წამებასთან. მაგრამ ამ ფრაგმენტში რაც ვაჩვენეთ, ფაქტობრივად ჭრილი ადგება და უარყოფით კონტექსტში არის წარმოჩენილი. ახლა რახან ამას შევეხეთ, მე ვუყურე ამ გადაცემას, იქ 10 კომენტარის გაკეთება შეიძლება, უბრალოდ არც დრო მაქვს ამისი და არც მიმაჩნია ჩემს მოვალეობად, მაგრამ ორ ფრაგმენტზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება აუცილებლად. მე ვთხოვ ჩვენს ჯგუფს გაუშვას მეორე ფრაგმენტი ჯერ. ჩვენ ცნობიერებაში ქეთევანი მაინც როგორც წავებული, ასე არის დამკვიდრებული, იმ თავითვე ბავშვობიდანვე ქეთევან წავებული სახელით შემოდის ჩვენს ცნობიერებაში და აქ საინტერესო ერთი რამ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანულ სამყაროს მთელი დასი ყავს მოწამეების, ეს ეპითეტი მოწამე უშუალოდ ქეთევან დედოფალს დაუმკვიდრა. იმდენად დიდი იყო მისი მოწამებრივი ღვაწლი. თუ შეიძლება მე ასევე ვთხოვ ჩვენს ოპერატორს ახლა პირველი დოკუმენტი გამოიყვანოს ეკრანზე, რომ კომენტარი გავაკეთო. პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ მართლმადიდებლობაში წამებული და მოწამე სინონიმებია. ქეთევან დედოფალი არ არის არც პირველი წამებული და არც უკანასკნელი. მე-19 საუკუნეში არაბებმა აწამეს ზედაზნის წინამძღვარი იოანე, რწმენისათვის წამებული იოანე, ზედაზნის წინამძღვარი. ასევე ცხადია ჩვენ ვიცნობთ რწმენისა და სამშობლოსათვის წამებულ ქეთევან დედოფალს. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცნობთ სამშობლოსათვის წამებულ დიმიტრი ყიფიანს. ასე რომ ეს ეპითეტი გნებავთ თიკუნი, მხოლოდ ქეთევან დედოფალს არ მიუღია, მაგრამ ეს არ არის ყველაზე დიდი
სტატუსი, ნებავთ ტიტული მართლმადიდებლობაში. ქეთევან დედოფალი დიდ მოწამეა და ეს განუზომლად მეტია, ვიდრე წამებული. ახლა მინდა გავმარტო შემდეგი რამ. არის ასეთი ბერძნული სიტყვა მარტის. ძველ ბერძნულში ნიშნავს მოწმეს. აი დოკუმენტს ხედავთ ეკრანზე. ბერძნულ მართლმადიდებლობაში მარტის ანუ მოწმე ნიშნავს ასევე მოწამეს და წმინდა მამები განმარტავენ ვინც ეწამა ქრისტეს მოწმეობისა გამო. აი ეს სიტყვა მარტის ქართულ ყაიდაზე რომ ვთქვათ გამოდის მარტვილი ძველ ქართული სიტყვა ეს არის ქართულ ყაიდაზე ნათქვამი ძველ ბერძნული სიტყვა მარტის და ნიშნავს მოწამეს იგივე წამებულს. ლათინურში მარტირ ასევე მოწამეს ნიშნავს. მეორე საუკუნის ლათინურში შემოდის ეს სიტყვა. ესეც ლათინურ ყაიდაზე ნათქვამი ბერძნული სიტყვა მარტის. მაგრამ საქმე იმაშია რომ ჩვენ ვიცნობთ ადამიანებს თქვათ პირველ მოწამე თეკლა რომელიც ეწამა მაგრამ გადარჩა შემდეგ თავისი სიკვდილით მოკვდა და არა მარტო მას მაგალითად თავად იოანე ღვთისმეტყველი მოციქული რომელიც აწამეს ის მდუღარე ზეთში ჩააგდეს მაგრამ გადარჩა და თავისი სიკვდილით მოკვდა ისიც ასევე სხვა წმინდანებიც არიან რომლებიც ასევე თავისი სიკვდილით მაგალითად სოლოხონ ქალკედონელი რომელიც ასევე აწამეს მაგრამ შემდეგ თავისი სიკვდილით მოკვდა აი ამიტომ ლათინელები და ლათინური სამყარო როდესაც ლაპარაკობს წმინდანებზე ხშირად ხას უსვავს ის მოკვდა მოწამეობრივად თუ შემდეგ თქვათ გადარჩა და თავისი სიკვდილით მოკვდა და ამ შემთხვევაში ამატებს სიტყვას ეს არ არის ტიტული ეს ცალკე სიტყვა კრუჩიატუს როცა მამაკაცია საუბარი და კრუჩიატა როდესაც მანდილოსანზეა საუბარი აი როდესაც ქეთევან დედოფალი ეწამა ჩვენ ვიცით ხო რომ 1624 წლის 12 სექტემბერს სწორედ აბას პირველის ბრძანებით ქალაქ შირაში აწამეს და მოკლეს ქეთევან დედოფალი და აი ამ დღიდან სრულიად ლათინური სამყარო ქეთევან დედოფალს ამგვარად იხსენიებდა აი სპეციალურად ცხრილში წერია tormentis cruciata et martir რაც ნიშნავდა ტანჯვა წამებით წამებული და მოწამე და აკვირდით სიტყვები როგორ მეორდება ტანჯვა წამებით წამებული და მოწამე და სწორედ პორტუგალიელმა მისიონერებმა რომლებმაც 1625 წლის იანვარში გადმოასვენეს მოძებნეს წმინდა ნაწილები ქეთევან დედოფლის შირაში შემდეგ ისპაჰანში იყო ავგუსტინელთა მონასტერი და იქ გადაასვენეს და 1628 წლის მაისში ქეთევანის თავის ქალის ნაწილი და ფეხის ძვალი მათ ჩამოაბრძანეს საქართველოში. და აი როდესაც მეფეს, დიდებულებს, სასულიერო პირებს ხვდებოდნენ, მუდმივად იმეორებდნენ tormentos cruciata et martir. ანუ ტანჯვა წამებით წამებული და მოწამე. ასე რომ თვითონ აი ამ სიტყვას მოწამე უფრო ლათინური ფესვები აქვს. ეს ძალიან ძველი სიტყვა. ეხლა თუ შეიძლება კიდევ ერთი ფრაგმენტი მეორე ფრაგმენტი გვინდა თუ მესამე ფრაგმენტი გვაჩვენეთ და შემდეგ განვაგრძობ. ჯალათებმა გამოსლიბება მოსთხოვეს ქეთევანის მოძღვარს გიორგის და რა მოხდა თუ იცით? გიორგიმაც მიიღო ისლამი. რომ დაინახა ეს საწამებელი იარაღები, ამას რომ გაუძლო გმირი უნდა იყო და მან ვერ მოახერხა ეს. რა მინდა ვთქვა? არსებობს ესეთი ორგანიზაცია Population Reference Bureau. ეს არის ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია. მისი ამოცანა რა არის? ის ანგარიშობს შობადობას, ის აგებს დემოგრაფიის მათემატიკურ მოდელებს. აი ამ ორგანიზაციამ გამოიანგარიშა, რომ ქრისტეს შობიდან დღემდე დედამიწაზე ცხოვრობდა დაახლოებით 50 მილიარდი ადამიანი. ანუ ცხოვრობდა, გარდაიცვალა, დღეს კიდევ 8 მილიარდი კაცი ცხოვრობს
ჯამურად ქრისტეშობიდან დღემდე სულ 50 მილიარდი დაახლოებით ადამიანი იყო. აქედან დღეს ქრისტიანი არის 300 მილიონი დაახლოებით, მართლმადიდებელზე მაქვს ლაპარაკი, მართლმადიდებელი 300 მილიონია და 300 მილიონია მართლმადიდებელი 300 მილიონია და თუ ამ პროპორციას გავითვალისწინებთ, დედამიწაზე 2000 წლის განმავლობაში დაახლოებით 2 მილიარდი მართლმადიდებელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ამ 2 მილიარდში მოწამედ შერაცხულია დაახლოებით 9 მილიონი კაცი. დააკვირდეთ, 2 მილიარდში მოწამედ შერაცხულია მხოლოდ 9 მილიონი კაცი. რატომ? მოწამეობა ეს არ არის უბრალოდ გმირობა. ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარ თავში უნდა ზრდიდეს ნებას და ზრდიდეს სულისკვეთებას მოწამეობისათვის და ამის მერე ღმერთი აძლევს მას მოწამეობის ძალას. ეს ტროპარიდანაც ჩანს, ხო? მოწამეთა შენთა უფალო ღვაცა შინა თვისა გვირგვინი მოიგეს უხსნელებისა შენს მიერ ღვთისა ჩვენსა რამე თუ აქვთათ მათ შენს მიერი ძალი და მძლავრი. ესე იგი ღმერთი აძლევს ძალას მოწამეობისას იმ ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება საკუთარ თავში ზრდიდა ნებას მოწამეობისა და სულისკვეთებას. და ბუნებრივია, რომ ეს 2 მილიარდ მართლმადიდებელში, აი ამ 2000 წლის განმავლობაში მხოლოდ 9 მილიონმა გამოავლინა. ასე რომ ის რომ ქეთევან დედოფლის მოძღვარმა ეს ტვირთი ვერ იტვირთა, ეს ბუნებრივი ადამიანის სისუსტისთვის დამახასიათებელი, თვითეული ჩვენთაგანი სისუსტისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. არაფერი გასაკვირი არ არის. მაგრამ თავად ქეთევან დედოფალი წამებული კი არა აქვს მნიშვნელოვანი, დიდ მოწამე რომაა ესაა მნიშვნელოვანი და ავხსნე რატომ. ვიმეორებ, 2 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა ქრისტეშობიდან, 2 მილიარდი მართლმადიდებელი ქრისტეშობიდან დღემდე. მხოლოდ 9 მილიონი აქედან დაახლოებით 9 მილიონი არის წმინდა მოწამე და რამდენია დიდ მოწამე. დიდ მოწამე არის სულ 31 ადამიანი. მე მინდა ვთხოვო ჩვენს ოპერატორს რომ გამოიყვანოს ახალი დოკუმენტი. აი ამ დოკუმენტში 31-ვე დიდ მოწამე არის სახელობით ჩამოთვლილი. პირველი დიდ მოწამე ისტორიაში ეს გახდათ ევსტათი პლაკი და რომაელი, შემდეგ ვიქტორ დამასკელი, მერკვერი კესარიელი, ფანურიოს კრიტელი, გიორგი დიდმოწამე კაბადოკიელი, პროკოპი კესარიელი, პარასკევა იკონიელი, ანასტასია ბორკილთ დამხსნელი, ირინე მაკედონელი, ეფემია ყოვლადქებული, მენა კოტოანელი, პანტელეიმონ კურნალი, ეკატერინე ალექსანდრიელი, თეოდორე ტირონი, დიმიტრი თესალონიკელი, ბარბარე ილიოპოლელი, მარინე ანტიოქელი, ქსენია პელოპონესელი, თეოდორე ჰერაკლიელი, იგივე სტრატილატი, არტემი ანტიოქელი, ნიკიტა გოთი, იაკობ სპარსი, დააკვირდით, დავით და კონსტანტინე არგვეთის თავარნი, არაბთაგან წამებულნი და კომუნიზმის დროს მათი ძვლები კიდე წმინდა ნაწილები აწამეს და ათრიეს საქვეყნოდ მიწაზე. კონსტანტი კახი არაბთაგან წამებული, ასევე ქართველი, მიქაელ გობრონი არაბთაგან წამებული, თეოდორე გავრა ტრაპიზონელი, იოანე სოჩაველი ტრაპიზონელი, ნიკოლოს სოფიელი, ქეთევან დედოფალი საქართველოს მნათობი, იგივე ქეთევან წამებული და ზლატა ქრისა მოგლენელი. დააკვირდით, რომ 31 მოწამეში 5 ქართველია, 31-ში. ისე დიდ ერს, როგორიც არის რუსეთი და რუსები, არც ერთი დიდ მოწამე არ აყავს. არც ერთი დიდ მოწამე არ აყავს ფრანგებს, ან ბრიტანელებს, ჩვენზე ბევრად დიდ ერებს და 31 დიდ მოწამეში, კაცობრიობის ისტორიაში, მართლმადიდებლობის ისტორიაში მხოლოდ 31 დიდ მოწამეა და 5 ქართველია და აქედან ერთ-ერთი ქეთევან დედოფალია ამ 5-დან. ასე რომ ეს განუზომლად უფრო დიდი სტატუსია ვიდრე წამებულის. თუმცა წამებული ეს ოფიციალური სტატუსი არ არის. ეხლა მე ამით შემოვიფარგლები,
მეტი არ ვთვლი რომ რაიმე კომენტარი უნდა გავაკეთო, თუმცა შეიძლება იქ კიდე სხვა კომენტარის გაკეთებაც, მაგრამ მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ქეთევან დედოფალზე და უნდა ვისაუბროთ, მე მივესალმები, გნებავთ ქალბატონი თია ქართველიშვილის, გნებავთ სხვის გადაცემებს ამ თემაზე, ჩვენ აუცილებლად უნდა განვადიდოთ და ახალგაზრდა თაობას აუხსნათ და დავანახოთ, ვინ იყო ქეთევან დედოფალი, მაგრამ ამ დროს სხვა ეროვნული გმირები, გნებავთ გიორგი სააკაძე, ან გნებავთ ერეკლე, ან სხვა მათი სახელი არ უნდა შეობღალოთ. ეს არასწორია და არ არის მოსაწონი საქციელი. წეგან თქვენ ახსენეთ, გამოყავით ორი საქართველოს გმირი, ერეკლე მეორე, გიორგი სააკაძე და ბრძანეთ, რომ აი განსაკუთრებული მიზანმიმართული კამპანიას დავარქმევდი მე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ესეთი პატარ-პატარა ფილმები თუ სიუჟეტები თუ ჩანაწერები ვრცელდება აი ამ ორი პერსონის შესახებ სოციალურ ქსელებში და საქმე იმაშია, რომ ვრცელდება აბსოლუტურად დამახინჯებული ვერსია რეალური ისტორიის. რა შეიძლება გავს თუ არა ეს კამპანიას, ერთი კითხვა ეს არის. და მეორე, რა არის ამისი მიზანი? ჩემი აზრით, გიორგი სააკაძესთან დაკავშირებითაც რატომღაც და ერეკლე მეორესთან დაკავშირებითაც არსებობს კამპანია. ნაწილობრივ იგი დაფინანსებულია, ანუ გარკვეული ადამიანები დაფინანსების ხარჯზე აკეთებენ ამას, უარყოფითი კამპანია. მეორე ნაწილი აყოლილია ამას და აქ წარმოუდგენელ გაუნათლებლობას ვხედავ ჩვენ. აი წარმოუდგენელ გაუნათლებლობას. აი მარტივი მაგალითი. ადამიანებს არ ესმით, რომ გიორგი სააკაძის ეპოქაში კახეთი გახდა ცალკე სახელმწიფო. და კახეთს, როგორც ცალკე სახელმწიფოს მართავდნენ. ვინ მართავდა? თეიმურაზ მეორე. მართავდნენ ჩოლოყაშვილები, მართავდნენ ანდრონიკაშვილები, მართავდნენ მაყაშვილები, მართავდნენ ჯანდიერები, მართავდა კახეთის თავად აზნაურობა და მეფე თეიმურაზი, რომელიც სხვა შორის მეფე კი არ იყო, შახის ნაცვალი იყო ოფიციალურად. ეს ერთი. ვერანაირ აჯანყებას კახეთში გიორგი სააკაძე კახეთის სხვა სახელმწიფო იყო და ქართლის სხვა სახელმწიფო იყო და გიორგი სააკაძეს მეომრები ყავდა ქართლში, კახეთში არ ყავდა ვერანაირ აჯანყებას. გიორგი სააკაძე კახეთში ვერ მოაწყობდა კახელი მართველების და დიდებულების გარეშე. თუ აჯანყების მონაწილეა და თავი არ იქნებოდა თავად თეიმურაზი, თავად ჩოლოყაშვილები, თავად ანდრონიკაშვილები, თავად ჯანდიერები თუ მაყაშვილები თუ სხვები, როგორ გააკეთებდა ამ აჯანყებას, როგორ მოახერხებდა გიორგი სააკაძე. ეს სხვა სახელმწიფო იყო, ამის გაგება არ ძალუց ხალხს. გიორგი სააკაძე არ მოუძღვებოდა შახს კახეთში. შახი და იყო საქართველოს ბრძანებელი, საქართველო იყო რეგიონი იმ დროს სპარსეთის და აქ სპარსული გარნიზონები იდგა მთელ საქართველოში, მთელ ქართკახეთში იდგა სპარსული გარნიზონები და არავითარი წინამძღოლი შახს არ ჭირდებოდა, ის აქ დადიოდა როგორც საკუთარ მიწას. შემდეგ კახეთიდან რა მიზეზით ასახლებდა შახი ხალხს? ესეც არ ესმით ადამიანებს, საერთოდ განათლება არ აქვს. ეს ფეოდალური სახელმწიფო იყო. თეიმურაზი აცხადებდა თავს შახის ყმად. თეიმურაზ თავის მხრივ ყავდა ყმები. როცა შახმა თეიმურაზი გადააყენა მეფობიდან, აი თანამედროვე ტერმინი რო ვიხმაროთ, ავტომატურად თეიმურაზის ყველა ყმა გლეხი გახდა შახის საკუთრება. ისედაც ასე იყო. ყველა თეიმურაზის მთელი საკუთრება, მათ შორის რა ტრაგედიაა, ხო, რომ ადამიანებიც საკუთრებაა, ქონებაც და ყმა გლეხებიც ამავდროულად ავტომატურად შახის საკუთრება იყო და როდესაც მან გადააყენა, თავარი მოტივი, რომლითაც ის ასახლებდა, ის ამბობდა მე ჩემს ჩემი საკუთრება მიმყავსო. და კახელი თავადაზნაურობა, კახეთის მართველი ელიტა არ უწევდა წინააღმდეგობას, პირიქით ის დახვდა შახს. სამი შემოსევა იყო, სამივე ჯერზე დახვდა თავად შახს. რა უნდა გაეკეთებინა გიორგი სააკაძეს, როცა ისინი ვინც მართავდნენ კახეთს, თავად შახს დახვდნენ. და შახმა წაიყვანა თავისი საკუთრება. ხედავთ რა გადატრიალებული აზროვნებაა ეს ფეოდალიზმი და ეს მონათმფლობელობა. ესეც კი არ ესმით ადამიანებს და გიორგი სააკაძემ რატომ მაშინ ვერ მოაწყო აჯანყებაო და მას ადანაშაულებენ რა შუაშია საერთოდ გიორგი სააკაძე ან როგორ უნდა მოეწყო მაშინ. მერე მეორე
ქართლში, როდესაც უკვე იგივე სქემა იყო, რომ საერთოდ მთელი ქართლ-კახეთი მთლიანად უნდა გადაესახლებინა, გიორგი სააკაძეს ყავდა მოკავშირეები, ყავდა თავისი მეომრები და ძლივს 15000 კაცი შეკრიბა, ძლივს. აიო, იქო წერილი რო არ ეპოვაო, მაშინო აჯანყებას ვერ მოაწყობდაო. აჯანყების მოწყობას და 15000 კაცი შეკრებას იმ დროინდელ საქართველოს ჭირდებოდა მინიმუმ 1 წელი, მეტი თუ არა. და იმასაც ვერ უფიქრდება ხალხი, რომ სააკაძის დროს არ იყო მობილური ტელეფონი, არ იყო ტელეგრაფი. ისპაჰანიდან თბილისამდე დაახლოებით ცხენის გზა, ეს არის 1200 კილომეტრი და ცხენი 55 კილომეტრს ანვითარებს 10 წუთის განმავლობაში, თუ დღის განმავლობაში 9 საათზე მეტი ცხენს ვერ გააჭენებ, მოკვდება. და ამ 9 საათში მაქსიმუმ შეუძლია საშუალო სიჩქარე 15-18 კილომეტრი. რომ გავიაზროთ, ტელეფონი მაშინ არ იყო და სააკაძეს რაღაცა რო შეეთვალა ქართლის დიდებულებისთვის და ამათ პასუხი გაეცათ, ამაზე 1 თვე უნდოდა გზას, აქით, იქით. 1 თვე აჯანყების მოწყობას მინიმუმ 6, 8, 9, 10 თვე ჭირდებოდა, 1 წელი თუ არა. ამას ვერანაირი წერილებით ვერ გააკეთებდა და ბოლოს მარტყოფის ბრძოლა. ეს იყო ბრძოლა, რომლის შედეგად ისეთი ზიანი მიიღო შახმა და შემდეგ მარაბდის ბრძოლაში, რომ ფეხზე ვეღარ დადგა სპარსეთის იმპერია, ამას წერენ თავად სპარსის ისტორიკოსები. ასევე არასათანადოდ აშუქებენ მარაბდის ბრძოლას. როდესაც თეიმურაზი თავის დიდებულებთან გაიქცა ამ ბრძოლიდან, ჯერ სააკაძის გეგმა არ მიიღეს, ყველაზე დიდი მხედართმთავრის და სარდალის გეგმა არ მიიღეს, სააკაძეს არ ჩააბარეს სარდლობა. თეიმურაზი იყო სარდალი, თვითონ გაიქცა ბრძოლის ველიდან, გაიქცა დიდებულებთან, შეატოვეს ეს სააკაძეს. მან ქართული ჯარი გაიყვანა და პარტიზანული ომებით 3 თვეში მოსპო მთლიანად სპარსელები და ამ დროს თეიმურაზი ჩაკეტილი იყო თავის დიდებულებთან ციხესიმაგრეებში. აი ამას ნუ თუ ვერ ვხედავთ ჩვენ. ის რომ გიორგი სააკაძემ გაანადგურა სპარსეთის ჯარის, ნახევარი ამას წერენ სპარსი ისტორიკოსები და ამის შედეგად გადარჩა მთლიანად საქართველოს ფიზიკურ განადგურებას და არა მარტო საქართველოს, სხვა შორის სომხეთიც. ასე რომ რომარა გიორგი სააკაძე დღეს ჩვენ აქ არ ვიცხოვრებდით, ისპაჰანში ვიცხოვრებდით, ან სადღაც ფერეიდანში. არა, აქ იქნებოდა უკვე ისპაჰანი. აქ იქნებოდა ალბათ სხვა ახალი ისპაჰანი და ჩვენ არ გვეცოდინებოდა არც ვინ არის არც ქეთევან დედოფალი და არც სხვა გმირები. ანალოგიურად გამოდიან ახალგაზრდა ისტორიკოსები და ამბობენ, აი ყოველთვის მძიმე დრო იყო, ერეკლეს დროსაც მძიმე დრო იყო, მე რა ეს ჩვენ არ გვჯერა ამისი. რას ნიშნავს ყოველთვის მძიმე დრო იყო? მძიმე დრო იყო საქართველოში სამჯერ არაბების შემოსევისას, როდესაც ქართული ტომების, სხვათა შორის ქართველური ტომების სხვა ტერმინს ხმარობენ, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია მთლიანად დასახლებული იყო ამ ტომებით და ყველანი ესენი, ანუ ქართველობის ნახევარი ამოწყვიტეს არაბებმა, ძლივს გადავრჩით და ნახჭევანში მაშინ სომხები ცხოვრობდნენ. მარვან მეორემ, მურვან ყრუმ, მთელი ნახჭევანი გაწმინდა სომხებისგან და თავის რეზიდენცია დაქცია და დღესაც იქ აღარ ცხოვრობენ სომხები. სწორედ აზერბაიჯანული და თურქული მოდმის ტომები შემოვიდნენ მაშინ და დღევანდელი აზერბაიჯანიც ასე გაჩნდა და ნახჭევანშიც ამგვარად არიან. მეორე პერიოდი ეს იყო გიორგი სააკაძის პერიოდი, როდესაც ფიზიკურად გადასახლება დაიწყეს ქართველობის და სწორედ გიორგი სააკაძე მიიხსნა საქართველო და ჩვენ და მესამე პერიოდი იყო ერეკლე მეორესი, როდესაც საქართველოში ქართველები ცხოვრობდნენ დაახლოებით ნახევარი. ოფიციალურად 53% იყო ქართველების და 47% თურქების და სპარსების. და ამ 53%-ში კიდე სომხები იყო მინიმუმ 3-4%, ანუ ქართველები იყო სულ ნახევარი. და საქართველოს მართავდა 21 დიდებული, 21 მეფუკა, რომლებიც ერთმანეთს ჭამდნენ და მაგრამ ხვდებოდნენ რომ ქვეყანა იღუპება და მარტო ერეკლემ კი არა ამ 21-დან თუ არ ვწდები 18-მა დაუჭირა მხარი რუსეთის შემოსვლას, იმიტომ რომ ეს იყო მაშინ ერთადერთი გადარჩენის შანსი და როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა ერეკლეს დროს სრულიად ქართველები, აჭარელი, იმერელი, სვანი თუ მეგრელი თუ ფშავხევსური სულ იყვნენ 414,000, როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი ეთნიკური ქართველები იყვნენ 4,200,000. და ეხლა მიმდინარეობს გასაგებია რუსეთს ებრძვის მთელი ეს ლიბერალური და არალიბერალური, არ ვიცი, რუსეთს ეხლა ყველა ებრძვის და ამიტომ ეხლა ყველა თulis კარგ ტონად
რომ უნდა მოგვიყვნენ, როგორც ცუდი იყო ერეკლე მეორე და რა შეცდომები დაუშვა მან იხსნა საქართველო და აი ესეთი სიბრმავე არა მარტო არ შეიძლება ეს ვნებს ეროვნულ სულისკვეთებას. აი ეს უნდა გაიაზრონ ვითომ და ვაი ისტორიკოსებმა. წეგან თქვენ ახსენეთ გაუნათლებლობა და დაგვეთანხმება ტელემაყურებელი რომ თავარი გასაღები ყველა იმ პრობლემის რაზე ჩვენ საუბრობთ სწორედ ამაში დევს განათლების საკითხში. და აი ამ ტოტალურმა გაუნათლებლობამ შვა სწორედ ესეთი ინტერპრეტირებული კამპანიები სოციალურ ქსელებში და საერთოდ ჩვენ საზოგადოებაში. ეს დაფინანსებულიც არის. გასაგებია, მაგრამ ნახეთ რა მინდა და ტელემაყურებელიც გვისვავს სოციალურ ქსელში ამ კითხვას. ისე გამოდისო წეღან წერდა ქალბატონი რომ ჩვენი დასაცავი ხდებიანო ჩვენი ისტორიული გმირებიო და ზოგიერთს დამცველიც არ ყავსო. ჩვენ წინააღმდეგი ვართო რომ აი ეს დაცვა ჩვენი ისტორიული გმირების, ისტორიული ფაქტების ვახსენე მეწეღარ ხდებოდეს რაღაცა ძალისმიერი მეთოდებისო დღეს მთელი კამპანია არის ამ თემის ირგვლივ გაჩაღებული საინფორმაციო ველზე. მაგრამ როგორ უნდა ხდებოდესო დაცვა იმ გმირებისა, რომლებსაც დამცველიც არ აყავთ? მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო პროექტებია საჭირო, დაფინანსებას უნდა ღებულობდნენ ის ისტორიკოსები, რომლებიც არ ამახინჯებენ ისტორიას და ისინიც დაფინანსების ხარჯზე უნდა აკეთებდნენ გადაცემებს, რაც შეიძლება ბევრს, უნდა წერდნენ კლიპებს. აი გადასარევი პროექტია გააგრძელეს საქართველოს ისტორია, ქართველი შვილის პროექტია ესეც, ძალიან კარგი პროექტია, მაღალი დონის, აი ძალიან მაღალი დონის და ესეთ ხალხი უნდა ღებულობდეს დაფინანსებას, სხვაებიც, იქ ვაჟა ოთარაშვილი, სხვაები, რომ რაც შეიძლება ბევრი გადაცემები იყოს, სადაც სწორედ არის წარმოჩენილი ეროვნული გმირები. აქ არის საჭირო პასუხი ამაზე და ეს პასუხიც დაფინანსების ხარჯზე უნდა იყოს. ახლა გვარების ისტორიაზე ჩვენ ვაკეთებდით კლიპებს. რამდენადაც მე ვიცი, თუ არ ვწდები ობიექტივმა თუ თავადაზნაურობამ მიმართა იმ სააგენტოს, რომ გრანტი მოგვეცით, მაგრამ ვერაფერი ვერ მიიღო ბუნებრივია. საერთოდ მიჩუმებულია ამ რა თქმა სააგენტოს უნდა, საქმიანობა. იმიტომ რომ იქ ბატონმა კობახიძემ უნდა გადაწყვიტოს, ვის მისცეს და ვის არა და ბატონი კობახიძე შლის და ანგრევს განათლების სისტემას. ახლა მე მგონი ეხმიანება გარკვეულწილად ჩვენს დღევანდელ საუბარს თემა, რომელსაც მინდა დაუთმოთ ყურადღება, გუშინ სახელისუფლებო ტელევიზიებმა იმედმა და რუსთავიორმა გაავრცელა ესეთი განცხადება და თავისი ბანერებიც გამოფინეს, როგორც ჩვევიათ ხოლმე, რომ ევროპარლამენტმაო მიიღო რეზოლუციაო, სადაც პირველად გამოიყენა ტერმინი ქრისტიანოფობია. ტელემაყურებელს მინდა უთხრა, რომ თვითონ ამ ტერმინის ისტორია როგორია, ჯერ კიდევ 2010 წელს, 2015 წელს ევროსტრუქტურებში ყოველთვის იყენებდნენ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები ამ ტერმინს. მაგრამ ოფიციალურად რეზოლუციის სახე ამან მიიღო 26 წლის 21 იანვარს და ჩაიწერა დიახ ნამდვილად ქრისტიანოფობია ამ რეზოლუციაში, მაგრამ ჩაიწერა რა მიზნით? სოფლიოში ქრისტიანთა უფლებების დასაცავად. ეს ქრისტიანებისა და ქრისტიანობისთვის სასარგებლო რეზოლუცია იყო. რატომ დამჭირდა ამ მოკლე კომენტარის გაკეთება? იმიტომ რომ აი ამ ახალი ამბის ქვეშ, რომელიც ახალი სულაც არ არის, იანვარში მიიღო ეს რეზოლუცია და დღეს გაავრცელეს რატომღაც, ატყდა ერთი აჟიოტაჟი. ადამიანებს არ ყოფნით განათლება, ქრისტიანოფობია გონიათ, რომ ეს რეზოლუცია მხარს უჭერს ქრისტიანობის წინააღმდეგ მებრძოლებს, ასე გონიათ და პირიქით ეს რეზოლუცია არის ქრისტიანობის დასაცავად და სხვათა შორის აქაც მთავარი ინიციატორი ამ მოძრაობის ამ სოფლიოში არის პრეზიდენტი ტრამპი, სხვათა შორის. და შევარდენ ლანძღავენ ევროკავშირს ამ შემთხვევაში ევროკავშირმა კარგი რაღაც გააკეთა. და ილანძღება, ანუ გაუნათლებლობის დონე იმდენად დიდია, რომ იმაში გარკვევაც არ შეგვიძლია, რომ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია დადებითი ქრისტიანებისთვის
თან ამ რეზოლუციაში ძალიან დიდი ადგილი დაეთმო ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების დევნას. ეს იყო კატეგორიულად გაპროტესტებული და პლუს ამ რეზოლუციით თქვა ევროპარლამენტმა, რომ საჭიროა იყოს კომპეტენტური პირი ევროსტრუქტურებში, რომლებიც იმუშავებს ქრისტიანთა უფლებების დაცვის კუთხით და რა მინდა იცით რა იყო ყველაზე დამაფიქრებელი, რომ აი ზომბირებული საზოგადოების ნაწილი, რომელიც უხსნიდა გარკვეული კატეგორია ამ ხალხს, რომ ეს არის სასიკეთო ქრისტიანებისთვის, მაინც იმეორებდნენ ერთი და იგივეს, რომ აი რა დღეშია ჩვენი საზოგადოების ნაწილი პროპაგანდის გავლენა რა დიდია და როგორ აზიანებს ეს ჩვენს საერთოდ საზოგადოებასაც და ქვეყანასაც. იცით რა არის? ყველა ცდილობს ყველაფერზე ილაპარაკოს. არსებობს საქართველოს თავადაზნაურობა. საქართველოს თავადაზნაურობის წინამძღოლი გახდათ კოტე აფხაზი, რომელიც ბოლშევიკებმა დახვრიტეს. ეს იყო ბოლო წინამძღოლი, მაშინ დაიშალა იმპერია რუსეთის და ბოლშევიკური რევოლუცია მოხდა, ჩამოყალიბდა საბჭოთა საქართველო და დახვრიტეს კოტე აფხაზი, მასთან ერთად კიდე 15 კაცი, ესენი ყველანი გმირები იყვნენ. როდესაც გამსახურდიას დროს საქართველოს დამოუკიდებლობა აღსდგა ასევე საქართველოს თავადაზნაურობა. ქალბატონი იამუხრანელი, დღეს დედა მარიამია, სწორედ ის იყო ინიციატორი, რომ აღდგენილიყო თავადაზნაურობა. დღეს მე გახლავარ თავადაზნაურობის წინამძღოლი. ეს საკმაოდ დიდი ორგანიზაცია, რამოდენიმე ასეულ ადამიანს მოიცავს. აქვს მუშაობა მიდის გენეტიკაზე, ისტორიულ გვარებზე, საერთოდ გვარებზე, ისტორიაზე, ჩვენ წერთ კლიპებს შესაბამის. და ეხა იძულებული ვარ რა ვთქვა, რომ არსებობს გარდა ამისა, ჩვენ არა ვართ მონარქისტული პარტია, მაგრამ საქართველოში ორი პარტია არსებობს მონარქისტული, სამი თუ არა. მონარქია ეს იდეაც არის და იდეოლოგიაც არის. და საერთოდ ჩემი აზრით ამაზე უნდა საუბრობდნენ ის ადამიანები, ვინც ამაში ერკვევიან. უпростоრედ საუბარი და ლაპარაკი ყველას ყველაფერზე შეუძლია და აზრი ყველას შეიძლება რომ ჰქონდეს და უნდა ჰქონდეს. მაგრამ როდესაც საზოგადოებას სთავაზობ, თქვათ, მონარქიის აღდგენას, მეტნაკლებად სიღრმისეულად უნდა ერკვევოდე ამ საკითხში და უნდა გესმოდეს ვითარება. ეხლა დღეს როდესაც კობახიძე აშენებს ფეოდალურ და მონათმფლობელურ სახელმწიფოს, უკვე ააშენა ესეთი სახელმწიფო და როცა ადამიანების 1%-ზე ნაკლებს ეკუთვნის მთელი ქვეყანა და დანარჩენი მოსახლეობა ესეთ უბედურ დღეშია, როგორ შეიძლება საერთოდ საუბარი ეხლა ამ იდეოლოგიაზე და კიდე გააჩნია ვინ საუბრობს. ჩემის აზრით ეხლა ბატონი ზურაბ მახარაძემ დაიწყო საუბარი ამაზე, კაი, ისაუბროს, მაგრამ მე ამბობს, რომ შეხვდა პატრიარქს, მიიღო კურთხევა, რომ ამაზე უნდა შეხვდეს მიტროპოლიტებს, ეპისკოპოსებს და აი ესე ვთქვათ, ამ მოძრაობას უნდა სათავეში ჩაუდგეს. მე არ ვიცი მიიღო თუ არა მან კურთხევა პატრიარქისგან, მაგრამ ჩემის აზრით ეხლა არ შეიძლება, არ არის მიზანშეწონილი, უпростоრედ მე ეხლა ჩვენ მაზიარებელი მართლმადიდებლები ვართ, არასოდეს არ წავსულ ვარ და არ წავალთ არც პატრიარქის, არც ეკლესიის, არც ეპისკოპოსების წინააღმდეგ, პირიქით ყოველთვის ვიცავდით მათ. ამ შემთხვევაში ნებისმიერ კურთხევას დავემორჩილებით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი აზრი გამოვთქვათ, ხო? ჩვენი აზრი ისაა, რომ არ არის მიზანშეწონილი, რომ მაგალითად აგრონომი იღებდეს კურთხევას სამედიცინო ან ქირურგიული ოპერაციების გასაკეთებლად. არ არის მიზანშეწონილი, რომ კურთხევას მონარქიაზე, ამ იდეაზე, ამ იდეოლოგიაზე რაღაცა მოძრაობის შესაქმნელად იღებდნენ ის ადამიანები, რომლებიც საერთოდ მოწყვეტილიანიან ამ თემას, არც თავადაზნაურობის წევრები არიან, საერთოდ სიღრმისეულად არ ესმით ეს საკითხები. აქ მილიარდი ნიუანსია, არ ფლობენ ამაზე ინფორმაციას, მაგრამ რაღაცის პროპაგანდისტები არიან და აქტიურად ხვდებიან ვიღაც მიტროპოლიტებს, იქ ეძებენ მხარდაჭერას. ეს საკითხი დღეს საერთოდ ჩემის აზრით ამაზე საუბარი დღეს საერთოდ არ შეიძლება, იმიტომ რომ დისკრედიტაცია ხდება ამ იდეის პირდაპირ გაგებით. არ ვიცი ვინ და რატო აკეთებს და ვინ დგას ამის უკან. და თუ ვინმე საუბრობს, უნდა ის ხალხი საუბრობდეს, ვისაც სიღრმისეულად ესმის ეს თემა. აი ამის თქმა მინდოდა.
საერთოდ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ ეხლა რატომღაც რა შუაში იყო, მაგრამ გამახსენდა ნარკორეფორმა, როდესაც გამოაცხადა ამ ხელისუფლებამ. ადამიანები ეხლა დემოკრატიისთვის იბრძვიან და აი ამ დროს, როცა ამდენი დაპატიმრებებია, ასეთი 1%-ზე ნაკლებს ქვეყანა აქ ხელში ჩაგდებული. ამ დროს ეხლა ლაპარაკი მონარქიაზე, იდეაზე, იდეოლოგიაზე, ჩემი აზრით არაპროდუქტიული, კი არა, კონტრპროდუქტიულია. არც ერთ სფეროში, როდესაც მიდის რაღაცა თემის განხილვა, კომპეტენტური ხალხი არ არის ჩართული და კომპეტენტური ორგანიზაციები. აი ნარკოპოლიტიკა და რეფორმა იმიტომ ვახსენე, რომ მაშინაც, როცა დაიწყო ლაპარაკი ამაზე, რომ უნდა შევიტანოთ ძირეული ცვლილებები, იქაც არც ერთი პროფესიონალი არ იყო ჩართული ამ რეფორმის შემუშავებაში. არც განათლების რეფორმის ეგრეთ წოდებული ბატონი კობახიძე გვიხსნიდა, რომ თურმე აქ უნდა მოვიყვანოთ სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანა, უზარმაზარი კამპანია გააჩაღეს, შემდეგ ის გააკეთეს, რომ უკვე პარლამენტის დერეფნებში პირდაპირ ღია ტელევიზიების თანდასწრებით მარიხუანას ეწეოდა ხალხი და დღეს რა გვაქვს? ნახოთ, რას ლაპარაკობენ ჩვენი ნარკოლოგები, ფსიქიატრები. უზარმაზარი რაოდენობა ადამიანებისა შეძენილი შიზოფრენიითაა დაავადებული. ეს შეძენილი შიზოფრენია გამოწვეული არის სინთეტიკური ნარკოტიკით, რომელსაც ისინი იღებენ. საავადმყოფოებში არ არის ადგილი დერეფნებში წვევს ხალხი და არ იცის თანამედროვე მედიცინამ როგორ გაუმკლავდეს ამას. კიდევ ამბობ, 10,000-ობით ადამიანი შეძენილი შიზოფრენიით დაავადდა აი ამ სინთეტიკური ახალგაზრდობა, ჩვენი ახალგაზრდობა, მომავალი თაობა დაავადდა შეძენილი შიზოფრენია, ეს დიაგნოზია, არ იციან როგორ უმკურნალონ, ჩვენ დავკარგეთ 10,000-ობით ადამიანი, აი მხოლოდ აი ამ კამპანიის გამო და ეხლა ვითომ ვამკაცრებთ რაღაცას, თან ვითომ ებრძვიან ნარკომანიას და თან ნარკოტიკი ყველგან იყიდება. ეს არის ჩვენი ეროვნული გენოფონდის გენოციდი. და დამნაშავე ვინ არის ამაში? ისევ ქართული ოცნება პასუხს რატო არ აგებს ამაზე? აი ამაზე რატო არ აგებს პასუხს? მე მახსოვს 2017 წელს, როდესაც აი დაიწყეს ამ კანაფის სამედიცინო მოხმარების კუთხით გამოყენებაზე ლაპარაკი, მაშინ ქართული ოცნების დეპუტატები სიამაყით ინტერვიუებში აცხადებდნენ, რომ მე გასინჯული მაქვს, ეს სახიფათო არ არის, ეს კარგია, თავს იწონებდნენ ამით. აი ეხლა უპასუხონ იმ 10,000 დაავადებული შობლებს, რომლებსაც ეს შიზოფრენია შეძენილი უკვე დაემართათ და არ ვიცით როგორ უმკურნალოთ. აი მათ შობლებს უთხრან ეხლა ეს. არაფერი არ არის გათვალისწინებული პრევენციისთვის, როგორ შეჩერდეს ეს მოხმარება, არაფერი აბსოლუტურად არ არიან პროფესიონალები ჩართული ამაში, იმიტომ რომ ახალი ტიპის მკურნალობაა საჭირო. უნდა იყოს ახალი სპეციალობა ფსიქიატრ-ნარკოლოგების, აი კომბინირებული, იმის ნაცვლად, რომ აი ამ კადრების გამოზრდაზე ვიყოთ ორიენტირებული. ამ მოხმარების მასშტაბების შემცირებაზე, ბაზრის გაკონტროლებაზე სრულიად საპირისპირო რამეს ვხედავთ. და პლუს კიდევ ვხედავთ, რომ ახალგაზრდობის არც თუ უმნიშვნელო ნაწილი დღეს დადის შეიარაღებული ქუჩებში. ეს კიდე სხვა პრობლემაა. ეს კიდე სხვა უბედურებაა და სხვა ტრაგედიაა და აქ კიდე ჩდება კითხვა, როგორ ხდება, რომ ეს ცეცხლსასროლი იარაღის შავი ბაზარი არ არის ესე გაკონტროლებული და ესე ადვილად ხელმისაწვდომია სკოლის მოსწავლეების უფროს კლასელებისთვისაც კი. და ყველაფერი, აი ნახეთ რა მინდა ვთქვა, არც ერთი კონფლიქტი, არც ერთი საკითხი აღარ წყდება თითქოს აი ჩვენს დღევანდელობაში სიტყვით. უკვე ყველა გადასულია ძალადობაზე, ძალმომრეობაზე, რაღაცა მუქარაზე და არ ვხედავ მე რომ ეს სიკეთეს მოგვიტანს. როგორ მოგვიტანს? რაღაცა ძალიან ცუდისკენ მივდივართ. ხელისუფალი ზოგადად თავისი ქმედებებით იწვევს რეაქციას. სააკაშვილი გახწნილი ქმედებებით მან უკიდურესი გახსნილება დაბადა ამ ქვეყანაში. კობახიძემ თავისი ქმედებებით უკიდურესი ზიზღი და დაპირისპირება დაბადა ამ ქვეყანაში. ძალიან ცუდია, როდესაც ახალგაზრდები, აი დღესაც იქ პლაკატებით განან და ფაქტობრივად შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს. ეს ძალიან ცუდია და ვერანაირად ვერ იქნება მისასალმებელი. მაგრამ ამის საპირისპიროდ ის რომ აქ უნდა ვეძებოთ გამოსავალი, ვეძებოთ გზა და გზა არ არის რომ მოდი ახლა ყველანი ვცემოთ ესენი. ეს არ არის გზა. იმიტომ რომ ეს გამოიწვევს
კიდევ უფრო მეტ დაპირისპირებას, კიდევ უფრო მეტ შუღლს. ხელისუფლება არ ეძებს გამოსავალს, კვლავ ვამბობ, რაც ყობახიძეს თავრობაა, უკიდურესი ზიზღი, უკიდურესი დაპირისპირება, უკიდურესი და დიდი აუტანლობა დაითესა ყველა მხრიდან. ამ კაცმა მოახერხა, რომ მთელი ქვეყნის შიგნით აჩხუბა ერთმანეთს და ჩვენი ქვეყანა აჩხუბა მთელ სოფლიოს. და გრძელდება ეს გზა და არ შეიძლება ამის გაკეთება, არ შეიძლება სხვა გზაა საპოვნელი ამ ახალგაზრდებთან საუბარი, შეხვედრა, მუშაობა, საჭირო ამას ვერ გააკეთებს ბატონი ყობახიძე, მას არა აქვს უნარი რომ ვიღაცა შეხვდეს და საერთო ენა მოძებნოს ახალგაზრდობასთან. აი ნახეთ პროპაგანდაა საჭირო რომ არ შეიძლება ასეთი საუბარი, არ შეიძლება შეურაცხყოფა. ამის პროპაგანდა კი არ მიდის რომ არ შეიძლება შეურაცხყოფა. რომ ეს ქართული აზროვნება არაა, რომ ეს ქართულ ტრადიციებსთან არანაირ შესაბამისობაში არაა, რომ ეს მავნებლობაა საკუთარი თავისაც, არა მარტო სხვისი. ამის ნაცვლად პირიქით ითესება ისევ ზიზღი. და აი ეს არასწორი ქმედებებია. დღესაც აი ხა თავარი თემა ერთ-ერთი არის საინფორმაციო ველზე ახალი მოძრაობა შეიქმნა, რომელიც ამბობს, რომ ახალგაზრდები არიან და სპორტსმენები, მათ შორის ინიციატორები, რომ თუ კი ვინმე შეეხება ჩვენს ისტორიულ გმირებს, ჩვენს ტრადიციებს, ფასეულობებს, ზიანს მიაყენებს, ჩვენ ვიმოქმედებთ და ასე შემდეგ და მიდის განხილვა და გაჩნდა განცდა საზოგადოებაში, რომ აი ბრუნდებით 90-იან წლებში, როდესაც სახელმწიფო კი არ არეგულირებს ასეთ საკითხებს და სათანადო ორგანოები ვთქვათ, არამედ უკვე საჭირო ხდება რაღაცა მოძრაობების შექმნა იმისათვის, რომ იყოს დაცული ჩვენი ღირებულებები და ტრადიციები და ასე შემდეგ. ეს არ არის სწორი გზა. ეს არ არის სწორი გზა. ტრადიციებიც უნდა დავიცვათ, ღირებულებებიც უნდა დავიცვათ, ისტორიული გმირებიც უნდა დავიცვათ. ეს უნდა ხდებოდეს სიტყვით, პროპაგანდით, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ჯარიმების სისტემით და ჯარიმების მექანიზმებით, მაგრამ აი ამ გზებით. და ეს უნდა ხდებოდეს მუდმივი ლაპარაკით, საუბრით, შეხვედრებით, საერთო ენის ძიებით. ანუ ჩვენ წინ უნდა აღუდგეთ აი იმ ტიპის აგრესიას, როცა ილანძღებიან ეროვნული გვირები და ისტორიის არასწორი მავნე გადააზრება ხდება და პროპაგანდირება და ფაქტურად ტყუილის პროპაგანდა ხდება, მაგრამ ამას უნდა ვებრძოლოთ სიტყვით, ამას უნდა ვებრძოლოთ აქეთ პროპაგანდით, საპირისპირო პროპაგანდით, განათლებით, ავტორიტეტების გამოყვანით, შესაბამისი კლიპების და გადაცემების გაკეთებით, ინტერნეტ სივრცეში მუშაობით და ზოგ შემთხვევაში ხშირად შეიძლება ჯარიმებითაც. მაგრამ აქ არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში ფიზიკური დაპირისპირება, ეს არ მიგვიყვანს არანაირ სიკეთემდე. ცოტა დრო რჩება ჩვენი გადაცემის დასრულებამდე, მინდა ტელემაყურებელს უთხრა, რომ ბევრი თქვენგანი დაინტერესებულია როგორ და სად უყუროს ობიექტივს და მინდა გითხრათ, რომ მომართოთ ინტერნეტ ქსელები, იმიტომ რომ სტერეო პლუსიდან გათიშულია ობიექტივი და ზოგიერთი თქვენგანი ვერ გვიყურებს და მაგთის საშუალებით, სილქნეტის საშუალებით შეგიძლიათ უყუროთ ობიექტივის გადაცემებს და სოციალურ ქსელებშიც ცხადია გვიყურებთ. ასევე რადიო FM 105 და 1. ზილფიმიანი არის ესეთი კაცი, მისი კუთვნილი კომპანია ახორციელებს ციფრულ მაუწყებლობას, არ ვიცით რატომ და ფასი არის წარმოუდგენლად მაღალი, არ უნდა იყოს ესეთი ფასი, სრულიად უსამართლო ფასია და ამის გადაუხდელობის გამო ეხლა გათიშულია ობიექტივი და სავარაუდოდ აღარც ჩართავენ ისინი. ასე რომ მაგთიზე გვიყურეთ, სილქნეტზე გვიყურეთ, ინტერნეტ ქსელებში გვიყურეთ, კაბელურ ტელევიზიებში გვიყურეთ. და უსმინეთ რადიოს FM 105 და 1. დიდი მადლობა ბატონ დავით, ჩვენს ტელემაყურებელს მადლობას ვუხდით დღევანდელი გადაცემის მოსმენის და ყურებისთვის. ობიექტივი აგრძელებს პირდაპირ ეთერში მუშაობას. ნახვამდის.